საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. მორიგი შეხვედრა მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით შედგა. შეხვედრა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა გახსნა. მღვდელმთავარმა დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, მწერალი და ესეისტი დავით შემოქმედელი. მან მოხსენება წარადგინა თემაზე ქართული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. შეგახსენებთ, რომ ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. თარიღი, რომელსაც აღნიშნავს სრულიად საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე დიდი, შეიძლება ითქვას, თარიღი, ყველაზე დიდი მოვლენა, რაც კი საქართველოს ერის და ეკლესიის ისტორიაში ყოფილა. ეს არის ქართველი ერის აღდგომა, სულიერი აღდგომა, რადგანაც ჭეშმარიტი აღდგომა არის ადამიანის მიერ მეორე დაბადება, ღვთის მადლით გაცოცხლება. აი სწორედ ეს მოხდა ჩვენი საუკუნის უკან, მეოთხე საუკუნის დასაწყისში. ქრისტიანობა პირველივე საუკუნიდან შემოვიდა საქართველოში, არაერთი თემი მოქმედებდა და უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის მიმართ საქართველოში იყო ლოიალური დამოკიდებულება, ძალიან ბევრი, როგორც საზოგადოება, ისე ხელისუფლება კეთილგანწყობილი იყო, აქ არ იყო დევნა. ერთადერთი შემთხვევა, პირველი ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისას თუ არ ჩავთვლით, ერთადერთი შემთხვევა, მას შემდეგ ეს არ გამეორებულა. მეოთხე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს ქართველი ემზადებოდა და აი ზუსტად მეოთხე საუკუნის დასაწყისში ერი გამთლიანდა სწორედ აი ამ ღმერთთან კავშირში სულიწმინდის მადლით და ეს იყო ახლიდან დაბადება, ეს იყო ქართველი ერის აღდგომა. აი სწორედ თემა აი იმ შეხვედრისა, რომელიც მიეძღვნა აი ამ თარიღს, არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. დიახ, სწორედ ამ მომენტმა, ამ თარიღმა განსაზღვრა ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ეს არის ქრისტიანობა. სწორედ ამის გახსენება, იმ დიდი ისტორიის გახსენება, ამ ცნობიერების თანამედროვე ცხოვრებაში სწორად გააზრება და მასთან დაბრუნება არის ის, რაც არის ქვეყნის გამთლიანების და მისი განვითარების და წინსვლის საწინდარი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და ღმერთმა დაუწოს საზოგადოება რუსთაველისა, რომელმაც ასეთ დიდებულ თემას მიუძღვნა შეხვედრა. საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ ჩაატარა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ქართველი ერის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, რომელმაც განსაზღვრა ქართველი ერის იდენტობა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი კულტურული მეობა და ჩვენი საგარეო თუ საშინაო მიმართულება. და აი ეს სტრატეგია ქრისტიანული, რაზეც იდგა ქართული ეროვნული ცნობიერება, განსაზღვრავდა კიდეც ქართველი კაცის სოფლ აღთქმას, რადგან რწმენა ერთდროულად აღიქმებოდა ქრისტიანობის რწმენა როგორც სამშობლო და სამშობლო როგორც ქრისტიანობა. ამიტომ, როდესაც ქართველი იცავდა თავის სამშობლოს, ის ერთდროულად იცავდა თავის ქვეყანას და ერთდროულად იცავდა ქრისტიანულ რწმენას.
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის ორგანიზებით გამოფენა მოეწყო. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გამოფენა 18 აპრილს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრები. გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელ საშუალება ჰქონდა გაცნობოდა როგორც თემატურად შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე ახალგაზრდა ავტორთა ხედვებს. აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე საუბრობდნენ. ღონისძიების დასასრულს გამოფენის მონაწილე პირებს სიგელები გადაეცათ. ეს გამოფენა გახლავთ ტრადიციული საგაზაფხულო ჯგუფური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული და თვითნასწავლი მხატვრები. ძალიან საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა. ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, ზოგადად ჩვენს მიერ გამართული გამოფენები იწვევს ფართო საზოგადოების ინტერესს. გამოფენა განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავია, იმიტომ რომ ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენი პატრიარქის უწმინდესის ხსოვნას. ყველა ქართველის გულში დარჩება როგორც დიდი სევდის, დიდი ტკივილის, მაგრამ დიდი სიხარულის და იმედის. ჩემთვის ესეა, ჩემი ტკბილი პატრიარქი, ესე იქნება მთელი ცხოვრება. ეს არის საგაზაფხულო გამოფენა და დღევანდელი გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ მხრივ, რომ იგი ეძღვნება პატრიარქის ხსოვნას. პატრიარქის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია ყოველი ჩვენგანისთვის. მე დღეს წარმოდგენილი მაქვს ჯვარცმა, რომელიც რელიგიურ თემატიკაზეა, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი გამოფენა. არ არის აქ მხოლოდ რელიგიურ თემაზე შესრულებული ნახატები. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მხატვრები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით საჯარეჯოს მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ტყე და დედამიწა ამ თემაზე მოსწავლეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ტუიას ნერგი დაირგო. დედამიწის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია დავგეგმეთ კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, პირველ საჯარო სკოლაში. ბავშვებთან ერთად დავგეგმეთ წიწოვანი სახეობის 22 ნერგი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივად ზრუნავს საზოგადოების შემეცნების ამაღლებაზე და ჩვენი მომავალი თაობის ჩართულობაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ გარემოს მოფრთხილება, სასიამოვნო დღე გამოვიდა და ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ჩვენს რეგიონში, რომ განვახორციელოთ ხოლმე პერმანენტულად. დღეს არის 22 აპრილი, აღნიშნავთ დედამიწის საერთაშორისო დღეს. მე და ჩემმა მეგობრებმა დავხატეთ ჩვენი თვალით დანახული გარემო და დედამიწა და ყველას მოვალეობა იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ტყეებს და გარემოს.